თუ Starship-ის მომავალი ტესტები წარმატებით ჩაივლის. მარსი ჩვენთვის ისეთივე ხელმისაწვდომი გახდება, როგორც მე-16 საუკუნეში ამერიკა იყო ევროპელებისთვის. ჩამოვალთ რომ იტყვიან. თუმცა მგზავრობა ამ ტექნიკური შესაძლებლობებით ყველა შემთხვევაში ხანგრძლივი იქნება და ამიტომ უნდა იყოს მარსი თვითკმარად ათვისებული, რადგან იქედან სასწრაფო ევაკუაცია ან სასწრაფოდ დახმარების მიწოდება, როგორც მთვარის შემთხვევაში, ვერ მოხდება. დავალოდოთ სიახლეებს მათ შორის ამ მიმართულებით. საკვები, რაც სავარაუდოდ მარსის თვითმკვდარი ქალაქის არსებობისათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იქნება. საწვავისა და წყლის მსგავსად, დედამიწიდან საკვების მარაგის უსასრულოდ ტარება შეუძლებელია. რაღაც ეტაპზე დაგჭირდება მარსზე მოყვანილი პროდუქტები. მიწადმოქმედება რთული საქმეა დედამიწაზეც კი, მაგრამ მარსი სულ სხვა წინააღმდეგობებს გვიქმნის. იქაური ნიადაგი პირდაპირი გაგებით ტოქსიკურია. იგი გაჯერებულია პერქლორატებით, ქლორის შემცველი ნივთიერებებით, რომლებსაც ჩვენ საცურაო აუზებში ბაქტერიების მოსაკლავად ვიყენებთ. შესაბამისად, მარსის გრუნტში ვერანაირი მცენარე ვერ გაიხარებს. ამ პრობლემას ორი თანაბრად რთული გადაწყვეტა აქვს. ან დედამიწიდან უნდა წავიღოთ ნიადაგი, ან მარსზევე უნდა ჩამოვაყალიბოთ ინდუსტრია, რომელიც ნიადაგს პერქლორატებისგან გაწმენს და მას საჭირო ნუტრიენტებით გაამდიდრებს. თუმცა ხომალდით გადაზიდული მიწა მილიონი ადამიანის გამოსაკვებად ზღვაში წვეთია. საბედნიეროდ აქაც გამოგვადგება ადამიანის ცხოველმოქმედების ნარჩენები. თუ შარდი ცემენტის დასამზადებლად გამოიყენება, სხვა ტიპის ნარჩენები იდეალური სასუქი იქნება მინდვრებისთვის, მილიონი ადამიანის გამოსაკვებად. არაბის უთქვამს, რომ ეს პროცესი ესთეტიკური იქნებოდა, თუმცა თუ შევძლებთ სიცოცხლისათვის აუცილებელი საბაზისო საჭიროებების, ენერგიის, წყლის, ჟანგბადის, თავშესაფრისა და საკვების დამოუკიდებელ წარმოებას დედამიწისგან დაუხმარებლად, ეს იქნება პირველი ნაბიჯი კაცობრიობის ნამდვილი მრავალპლანეტურ სახეობად ქცევისკენ. და ახლა კითხვა, საით მივემართებით შემდეგ? მგონი ნაჩქარევია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.